გადაწყვეტილება შეიცვალა ქართული კონტინგენტის აფრიკული მისია კიდევ რამდენიმე თვით გახანგრძლივდება. მანდატის 3 თვით გაგრძელებაზე პრეზიდენტი პარლამენტის თანხმობას ელოდება. საკანონმდებლო ორგანო კი განმარტებებს უშიშროების საბჭოს მდივნისგან. ქართულ შეიარაღებულ ძალებს ცენტრალურ აფრიკაში ყოფნის ვადა 1 იანვარს ეწურებათ. მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას გულისხმობს. აფრიკის კონტინენტიდან ქართველი სამხედროების გამოყვანაზე საუბრის მიუხედავად სამშვიდობოების ახალი შემადგენლობა მისიაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. თავდაცვის ახალი მინისტრი განმარტავს, რომ ქართველი სამშვიდობოები აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის თხოვნის გამო მიემგზავრებიან. ამ ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთის ელჩი საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ შესაბამისი დადგენილი წესით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 3 თვით გაახანგრძლივოს ეს მანდატი და 3 თვით უკვე იმ კონტინგენტის ნახევარი იმსახურებს ცენტრალურ აფრიკაში, რომელიც აქამდე მსახურობდა. მე ვიცი, რომ მსგავს ოპერაციებში მონაწილეობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივი საკითხია. ამ თემაზე არაერთხელ საუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე როგორც ამ მისიაში წამყვანი ქვეყნის წარმომადგენელი დიდ მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ. ქართულ სამშვიდობო ასეულს მისია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1 იანვარს უნდა დაესრულებინა. ამ გადაწყვეტილების შესახებ თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ერთი თვის წინ განაცხადა. თუმცა როგორც გაირკვა ქართველი ჯარისკაცების აფრიკის კონტინენტზე დატოვებას, ირაკლი ალასანიას ფრანგული მხარე მაშინაც თხოვდა. ძალიან ბევრ ლოჯისტიკურ საკითხს ამ შემთხვევაში უკვე საფრანგეთი აიღებდა თავის თავზე. და მე უკვე ეს თემა დავტოვე გადასაწყვეტად მთავრობისთვის და მას მერე მე არ მქონია ამ თემასთან შეხება. ევროკავშირი და ფრანგული მხარე საქართველოს მისიის კიდევ 3 თვით გაგრძელებას თხოვს. ოფიციალური თბილისი თანახმაა, თუმცა კონტინგენტის რაოდენობის შემცირების ხარჯზე. პარლამენტში ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. საპარლამენტო ოპოზიცია უმრავლესობის არგუმენტებს ელოდება. ამასთან დაკავშირებით 1 იანვრამდე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ კომიტეტში ვიმსჯელოთ და შემდგომ უკვე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ აქ იქნება, ასე ვთქვათ, საბუთები მოყვანილი იმის დამადასტურებელი, რომ ეს არის ევროკავშირის თხოვნა, მაშინ რა თქმა უნდა მხარს დაუჭერთ. აფრიკის კონტინენტზე სამშვიდობო მისიის გაგრძელებას ემხრობა, თუმცა თავდაცვის უწყების მხრიდან პოზიციის ხშირი ცვლა არ მოსწონს ბათუ ქუთელიას. ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის განმარტებით, საზოგადოებას აფრიკის მისიაზე საკმარისი ინფორმაცია არ აქვს. სასურველი იქნება თუ კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბდება თუ რატო ვართ, რა ხნის განმავლობაში ვართ ამ მისიაში და რა როლი გვინდა საერთოდ შევასრულოთ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში. ამ დროისთვის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედროები დედაქალაქ ბანგის აეროპორტს იცავენ. 6 თვის განმავლობაში ჯარისკაცებმა მისია უდანაკარგვით შეასრულეს.